2300-მდე მოზარდი იყო საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჩვენი თანამემამულეები უცხოეთიდან. ჩაერთნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები. აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად შექმნილ ნორჩ-მაშოლთა კლუბის ფარგლებში მომავლის ბანაკს მოზარდები ეწვივნენ ბელორუსიიდან და აზერბაიჯანიდან.
გადახდეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხტლე ჟამისა. ვის გრძლად გონია, მისთვის სავის ერთი საწამისა. წერვინმე მესრი მელებს, ლერუს თველის სამბოლო დამის. बोल बोल के पैसा मिलेगा खाली भूखट बैठेगी तो कैसा मिलेगा नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा खाली भूखट बैठेगी तो कैसा मिलेगा शर्माएगी तो दिल ये जलेगा दूध निकालेगी तो फिर न चलेगा ეს არის ჩვენს ახალგაზრდებზე ზრუნვა და მომავალი თაობის გაზდა, აღზრდა, მათი აი ესეთი განსაკუთრებული ადამიანება ჩამოყალიბება და მათთვის ცხოვრების გზაზე ხელშეწყობა. სანამ კიდევ ერთ თემაზე გადავალ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მომავლის ბანაკში, მინდა მადლიერება გამოვხატო და განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია მომავლის ბანაკის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული დაფასების ღირსები არიან თქვენი ლიდერები. ადამიანები, რომელსაც ზურგზე სტაფი აწერია და ძალიან ბევრს შრომობენ, თითქმის არ ძინავთ. პირველ რიგში ქალბატონი თია ევშიძე, ბატონი ზურა სოფურაშვილი, ალბათ სადღაც ახლა კიდევ ჩართულია საქმეებში და ბოლო დეტალებს ასწორებს. ქალბატონი ნინო ვადაჩგორია და ასევე ყველა ის ადამიანი, ალბათ ჩამოთვლა ძალიან შორს აგვიყვანს, მაგრამ ჩემი მხრიდან ყველა გაიგებს და მიიღებს, ყველას განსაკუთრებული მადლობა. და თვალს და ბაჭი ზურაბიანი აქვე უნდა იყოს აუცილებლად, სადღაც თქვენთან ერთად არის ჩამალული. მეორე ადგილი მეათე გუნდელი დემეტრე ფიფია. და ჩემპიონი მეექვსე გუნდელი ელშარ სარიოღლუ. კიდევ ერთხელ მიუღოთ გამარჯვებულებს. ორი მდენი ვიწაში. ათებული. გუშინ ლექსი დავწერე. რაიო ბიჭო რა თქვი? ლექსი დავწერე ომს. საბიგიცხები შეხარდა. აბა საბიგიცხები. ადის ხარი გერმანიას გადმოვიდა ჩვენ საზღვრებზე, მაგრამ ვერ მოიკიდეს ჩვენ შენიერები და თალზე, შენი გმირები დასწრებენ დარბაზებით, თოფებით, ტანკებით. საჭირო შეიძლება ეს წერტალში დავდაგები. მამაღლა და წელი. ილარიონ მაგას კი ისველება. მაგაბლატა იგითხავს კაცი, მაგრამ ამას რა ისველება, ამას. ბიჭო, ბებია შენ მათვით ლექსების წერამდე. არაჯერ? აბა ნე. ისი გაჭირებება პასატრა.
make it. History repeats itself. Try and you succeed. Never doubt that you're the one, and you can have your dream. წარმატებას გისურვებ. გასულ ესეთი გამარჯვებულები ყოფილიყავით. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები საუკეთესო გუნდეს ფრენბურთში. მულახის თემის ჯაჭვლიანთა კოშკის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს. შეგვიძლია თუ არა მწვერვალ თეთრმულდიდან ცეცხლის სახით კოშკში მფარველი ანგელოზი შემოდიოდა. კოშკში მყოფნი ლოცვას ეწყებდნენ. მას შემდეგ თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა.
მოგესალმა. და ჩემპიონი გახდა სალომე აბრალავა მეორე გუნდიდან. იასონს უნდა შემოხვეწოთ. არ მოვა თავი დაანება თამაშს. ერთი დავჭერი პეტერ უდაცუდე. ყურებს დააძორდა, ხელს იმიდა, მაგნუსტელ. უიასონოთ არ იქნება, თავი მოგვეჭრება, წვირს ვერ გამოვყოთ ფოთში. უიასონოთ არ ღირს ჩემი საზრით. ღმერთო, შენ გამოიყარე იასონს მინდორში. ამი. როგორ ჯანმრთელად გზადებ ქალბატონ ფაცია? ხომ კარგად ქალბატონო ფაცია. ქალბატონ ფაცია სიცოცხლე. თავის ტკივილები კიდევ გაგწუხებთ მაგაი. იასონს პეპის ახსენებ. მისდენ თქვენ სახლებთ თუ შეიძლება. წაგებაში კი არ არის საქმე. ვინა მაგ ძაღლის ეკვების სამასხარო. აქ მოვიყვანე სიცხეა. რა გიყოთ? შევიცარე შინიათ, მაგ ფინია ძაღლებს. დაგიბერდათ იასონიო ასე ამბობენ, აბა? ენა უნდა მოაწო, მაგ ძაღლებს. ნახე, იასონ რასაა, რო დაამგვანენ ჩემი ფეხა. ვაში დაიყვანე და შეიხო. ოპა, იასონ! იასონ, საცვილი ხარ იასონ? არ საცვილი არ გამოიცვალო? შენი ქმარი დევნახენანაიდა ჯილველოინანაიდა ერებლაპი რამე ავონანაიდა ჯილველოინანაიდა აიდანაინანაიდა ვონანაიდა ჯილველოინანაიდა აიდანაინანაიდა ვონანაიდა ჯილველოინანაიდა აიდანაინანაიდა ვონანაიდა ჯილველოინანაიდა სავალაი საულე ვონანაიდა ჯილველოინანაიდა აიდანაინანაიდა ვონანაიდა Celui-là ne mérite pas d'être
სადამიდგან კაცისა ქვეყნისა მიწისა არსებობს ადგილი მდებარე მთისა ქვისა და ბარისა რომელსაც ჰქვა ქართლი იგი ესე არს ჭირსათვის სამხდომელი მამაკაცნი იბრძვიან გორისა მიზის სასადიდებლად დედაკაცსაც ზურთ გარყვნილებაი რამე თუ არა არს ღვთისა უციმ ქართლსა სახლსა შინა სახლობდა ზეზვა და მზია რომელთაც შექმნეს ერი კავკასიონის იქეთა და აქეთა შიგ მდებარეობს ბოლნისის სიონი ლამპარი საქართველოსი შამსა დღესა ქვემო ქართლსა ბინადრობს ერი ქართველისა სოლხისა აზერბაიჯანელისა და სულთ შვიდობაი ცხოვრება ქართლსა შინა ჩრდილო-დასავლეთ ქვეყნისა საქართველოსა არის ადგილი სახელად რაჭა რომლის მოსახლეობა ჰქვან ერთმანეთს მოკლე კაბა რომ შეგიმოსავს მოუმატე სიგრძეს სამისსა შობელი შენი ვერსად პოვებს ჩემს თანასიძესა
წელს პირველად ვარ ბანაკში, ეს იყო ჩემთვის პირველი ბანაკი და მოხარული ვარ, რომ ამ ბანაკში მოვხვდი. მომავლის ბანაკი ეს ჩემთვის იყო კიდევ ერთი დიდი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში. მან მასწავლა ძალიან ბევრი რამ. შევიძინე ახალი მეგობრები და ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და საერთოდ შევუერთდი ამ გუნდს. მადლობას ვუხდი ბანაკის კი, დღევანდელ ბანაკთან დაკავშირებით ძალიან მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ყოფილი ვარ. საერთოდ ბანაკში პირველად ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს. გზაშიც ძალიან ბევრი მეგობრები შევიძინე და აქაც ძალიან მეგობარი. ყველა პოზიტიურად არის განწყობილი და უნდა რომ რაღაც გააკეთოს და გაერთოს. ლიდერებიც ძალიან მეგობრულები არიან და ანუ როგორ ვიხარ ბანაკში რაღაც სიყვარულის უფევს რა. ძალიან გულიწოდება იმის გამო, რომ ხვალ მივდივართ აქედან. წელს მეორედ ვარ ამ ბანაკში და მართლა ყოველს მივცევ რჩევას, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამ ბანაკში მოხვდნენ. ძალიან კარგი ბანაკია, დღეს მქონდა დახურვის დღე. მე ძალიან გულიმწყდება, რომ აქედან მივდივარ. ჯანსაღი ემოციებით, ჯანსაღი ურთიერთობებით. რავი, ძალიან კარგი იყო და იმედია მომავალში ჩამოვარ. მადლობა. 2016 წლის მომავლის ბანაკი დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ წელს ანაკლიაში ქონდა ბედნიერება გვემასპინძლა 2300-ზე მეტი ახალგაზრდისათვის. ჩვენი ცენტრი, რომელიც არის ამ პროექტის განმახორციელებელი, ნამდვილად საამაყო თვლის ამ პროექტზე, ჩვენ სამინისტროშიც ანალოგიურად ვფიქრობთ მის შესახებ. წლევანდელ წელს არაერთი განსაკუთრებული სტუმარი ყავდა ბავშვებთან ერთად, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კაბინეტის მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩამოსულები იყვნენ, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურად აისახა ბავშვების განწყობაზე. მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ახალგაზრდები დადებითი ემოციები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და მინდა ვუსურვო, რომ წარმატებული და სიკეთით აღსავსე სასწავლო წელი ექნებათ ყველას. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა ყველაზე მასშტაბური პროექტი, ანაკლიის მომავლის ბანაკი. დღეს შემაჯამებელი ღონისძიება გვაქვს, რომელიც როგორც ნახეთ, დიდი ემოციებით დატვირთული გახდათ. ბავშვებმა და მოზარდებმა ბანაკში მიიღეს როგორც არაფორმალური განათლების კუთხით, ასევე სპორტული და შემეცნებითი ნაწილში საკმაოდ დიდი გამოცდილება, იყვნენ ჩართულები და აქტიურები. ასევე აღნიშნავ იმასაც, რომ წელს უპრეცედენტო რაოდენობის მოზარდმა დაისვენა ანაკლის მომავლის ბანაკში და სამომავლოდაც განსაკუთრებული გეგმებია საბანაკო ცხოვრების ნაწილში.